აგართვის სალამი მეგობრებო და დღეს ბებომ გამომიგზავნა ამფერი ყავის საფქვავი აპარატი, რომელიც დარწმუნებული ვარ ვინმე ვერ გამეიცნობთ რამდენი წლისაა და თუ გამეიცნობთ კომენტარებში დაწერეთ. ეს არის ყავის საფქვავი აპარატი, არის მე მგონი ფრანგული, კაროჩე და ბებიაჩემს დარჩა არ ვიცი საიდან. მითხრა რომ მოიგი მიკეთეშვილო და მეთქი დევწყოთ მეთქი ამის გაკეთება და გამომიგზავნა და ამფერ ცუდ მდგომარეობაში ყოფილა უკეთესი მეგონა, მაგრამ რაც ხარი არის და დუშვათ, აბა. ნახეთ ხეი რაფერი დამპალია ჯო. შეხედე ყველაფერი დამპალია და ყველაფერი ეს ბოლტები რაფერი მოსაშვები იქნება კიდე ღმერთმა იცის ჯო. ყველა მეუბნებოდა ფერჩატკები იყიდე, აგერ ფერჩატკებიც ვიყიდე შავი, კაროჩი. პირველ რიგში ეს ტვერი და რაც ხარის მოვაშოროთ ასე რკინის ჩოთკით ხრით პირდაპირ უპრობლემოდ. მერე კაროჩე ეს არის რაღაცა მჟავა კაროჩე. ეს რომ კარგად აშორებ ჟანგს ეს იდეაში ამას იყენებენ იმაზე რა ქვია, მანქნებზე რომ ჟანგიანი ადგილი მოაშორონ და მერე გაკრასკონ მაგის თვინა და სინჯავაგერ და ხეხე კაროჩე მერე მივხვდი რომ ტყვილა ეხხავ მაი კაროჩე ჟანგი არ ყოფილა და ეს ყოფილა კრასკა კაროჩე ეს ნახე ეს რაც ხა მოყვითალოი რო არის მაი კრასკა ყოფილა ამასობაში და ეს ლურსუნებიც ამოვღოთ ეს ხეი უნდა გავანცალკეოთ ეს ლურსუნების ასაღდგენად აარწევა აშკარად და ესენი გადავაგდოთ და ახალი ლურსუნები და ოპა ეს საკომპიუტერის რეკლამა გეიჩითა არ ველოდებოდი გული გიმისკდა და თუ გინდათ კაუნტერის GTA-ის და ასე შემდეგ თამაშების თამაში დარეკე ამ ნომერზე და მიდი და ითამაში. მოკლედ რომ გითხრათ გავანცალკევეთ, კაროჩე ეს ჩვენი ნაწილები და ნახეთ რაფერი შეჭმული ჟანგით არის რკინაში. ხედეთ რა მდგომარეობაშია. ამაზე და ვიმწვალოთ, მაგრამ კაი, მაგასაც მოუფიქრებთ რაცხას და რაფერ გავაკეთოთ, აბა. ჯერ ბოლომდე დავშალოთ, კაროჩე და ეს შურუპები და მოუშვათ. სავეცკი შურუპები ფრანგული მასში საიდან გეიჩითა პირველი წამოვიდა მარტივად, კაია. ხომ მეორეს წამოვიდა და ხომ იცი ბოლოი რომ ჭედავს ყოველთვი, იმფერიდე მემართა მე და პაწაი ნაპილნიკი თაკ ვიმუშაოთ. გავაფართოვოთ ხრიჭოი, მაგ ხრიჭოში უფრო ფართიად ვერ გაშევდვათ და იდეაში და იმუშაოთ. ოპედარა გასაკვირი იმუშავა. ესეც მეიხსნა და ეს ქვედა ორი ბოლტი რომელიც აერთიანეს მაგ ყველაფერს მოხსნათ და იდეაში დეიშალა ყველაფერი და ოპა ესეც მეიხსნა ჩვეულებრივად. ოპა რაც ხარ იშლება. ცხან არის შლება. ესაა მოსახსნელი. ოკეი, VD40 ვენაცვალე სულში გულში. და იმენა მარტივად დეიშალა სიმართლე რომ გინდა გითხრათ, მეგონა რომ ეს უფრო რთული დასაშლელი იქნებოდა დეიშალა შეხედე ყველაფერი. შეხედეთ, ეს არის კაროჩე ის რაც აფქვევს თვითონ ყავას და რკინის ბილანები რომ შიგნით ტრიალებს და ვარდება ყავა, ეს არის და ნახეთ რაფერი მდგომარეობაშია. ეს ემალირებულია, მაგრამ კაროჩე არ იყო მიწებებული და ნახეთ ქვეი წყალი მოხდა და ყველაფერი დალბა. შეხედეთ, ეს დამპალი ხეა, ნახეთ ეს გამოვწმინდოთ კიდე. ნახეთ რამდენი დამპალი ხეა. ჩვენ მაგფერი რომ არ დეგმართოს, ამას კარგად დავაშლიფოვკეთ, მოკლედ დავშალეთ და ნახეთ რამდენი ნაწილია და просто რაც ველი რაც ხა წარმოიდგინეთ და ყავაი მაშინაც იყო ჯო ყოველთვინ და ყავაი მაგარია და მე სტილას ვდგები ყავას ურახუნებ ყოველთვის პირველ რიგში. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის ჟანგის მოსაშორებელი ნომერი 2. ეს რომ წუსვათ აგერ, ნახეთ. არ მოშორდა მაი ჟანგი, მაი გითხარით იყენებენ მაგას მანქნისა რომ ჟანგი არის ზეიდან. ეს არ მოშორდა, ეს აქ მომენტში მივხვდი რომ წევდა, აბა ნახეთ ეს ყვითელი რაც არის. მაი ჟანგი არ ყოფილა, მაი ყოფილა ძველი კრასკა ჯო. მაი დავამუღამე და დევტრია ამფერი კრასკის მოსაშორებელი ხსნარი და ასე სკლად და წუსვა, ბლომა და წუსვა არ და დეგენანოს ჯო და გებნები და ასე სკლად წუსმე 1-20 წუთი მაქსიმუმ 9 საათი და დატიო, მაქსიმუმ 9 საათი. ასე სკლად და ეგრევე ეთყობა რაფერ შორდება საღებავი ჯო, ნახე უსმევ ასე მერე. საღებავი შორდება, შიგნიდანაც ცოტა ის მოხოხავ ასე. ხრით კარგად და გაწმინდო ყველაფერი და საბოლოო შედეგი მივიღეთ ამფერი. ნახე რა მაგარი გამოვიდა ჯო. ამასაც ასე იგივე ანალოგიურს დავმართებთ, ასე ვახახუნებთ.
ნახეთ რა ფერი უცებ შორდება ყველაფერი, მაგარი სითხე ყოფილა ნამდვილად და იმდენი ვახახუნე დევიღალე ბოლოს კაროჩე და დევთრია ამფერი რაც ხა ამფერი არ გინახავთ სხვათა შორის ეს არის საოცრება რაც რატომ მიხდებით ახლა უყურეთ დრელი ხომა აჭოჭვეულებრივი დააბა მასენა სადგას ამ მაგიდაზე ასე მიამაგრებ ამას რომ ხელში არ გეჭიროს პასტაიანად ასე ავტომატურად ჩართავ და всё, სტანოკაი გამოვდა, ჯო. რა თუნდა დიდი ფარის გადაყარა, ჯო. ასე უცებ წმინდა, მაგრამ პრიკოლი რა შეაიცით. ამფერი გებნებით არ გაქვთ ნახე. ამას ასე თავი ძრება, ჯო. ნახე? აფერ ძრება თავი ამას ასე გადმოსწევ. თავი ხომ მოძრა. რისთვის მოძრა თქვენი აზრით? დრუჟბაი გახდა, ჯო. დრუჟბაი ძალიან მაგარია, ბიჭო, შეხედე, ამფერ პაცაი დრუჟბას დააბამ და რაც გინდა იმ ხეს ჭრი თუ რაც ხა გინდა იმას ჭრი და პრობლემა არ არის. მერე კაროჩე ამფერი კიდე შეგიძლია მიამაგრო ხაერის სატრიალებელი მაგი და და იქნა ნახე რა ფერი გამოვიდა და ამას აწერია Peugeot ფრანგული ნახეთ Peugeot ფრანგული დაუგუგლოთ აბა რა ხდება აბა რას გვეუბნება ფრანგული Peugeot აჰა, კაროჩე, მოკლედ რომ გითხრა დაუგუგლე და გავაზრე რომ ეს არის 1870 წლის. წარმოიდგინეთ 150 წლის ყოფილა მაიჯო. დირკები რომ ამოვავსოთ რკინაზე ევღოთ მანქანის შპაკლი უბრალო რა, რასაც შპაკლავენ მანქანი, თქონ თხლად გავხსნათ მაი და თხლად დავამატოთ პაწაი ზეთი და თხლად რომ გახსნი ამფერი თხელი გამოვა და ამფერ თხელს ასე სკლად წუს, მე ვთხელს ოღონ სკლად უნდა წუსვა, რომ იმაგრად დამაგრდეს ყველაფერი. ასე ჩამოусმევ ყველაფერს და დატიებ და გასაშრობად და მალე გაშრება და ამფერი გამოგვივიდა. ნახეთ, პაწაი მერე შკურკას დეითრევ და მაი შკურკა პაწაი რომ ვიფიქრე რომ ცოტა ხანში ვიზამ. თელი დღე წიმივიდა ამის გაშკურკვაში, ჯო. შენ წარმოიდგინე დევღალე ძმა ამის შკურკვაში, მაგრამ შეხედე რა მაგარი შედეგი მივიღე. მერე ევღეთ ასეთი ბალონჩიკის კრასკაი და ხუთფენად გაუკრასკე მაი, ხუთფენად ტანის ფერში არის, კაროჩე კრასკაი, ყველაფერს გუდუსვი. და გამოვდა ამფერი საკაიფო შედეგი. ნახეთ რომ გაშრა რა მაგარი გეიჩითა შეხედეთ და ნახეთ ახლა ხუთფენაში წუსვი. კაროჩე დაახლოებით 10 წუთი ფენებს შორის ვამშრალებდი რა 10 წუთი ერთ ფენას წუსმევდი 10 წუთს ვიცდიდი მეორე ფენას უსმევდი. კაროჩე აი სახელური ვეცადე რომ ამეღდგინებია, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი რომ ეს არივარგებს და ახალი მაქვს საჩალიჩო და ახალი რომ საჩალიჩოა მე მაგარი საჩალიჩოა და ეს ზომები ვიცით. ვიფიქრე რა ვქნა და მე ვიფიქრე კაი იდეა კაროჩე და ჩვენ გვინდა სტანოკი რომელზეც ჩვენ შევძლებთ მაგფერი ზუსტად ამფერი თავების გამოქლიბვას ასე რომ ვთქვათ და ვნახე მაგფერი სტანოკი და ბევრწე მუშაობა მოკლედ რომ ვთქვა ბევრწე და ვიმუშავე და მაგით დამღალაჯო შეხედე ეს ღრით იძახე და ეს დამჭირდა კაროჩე მაგრამ სასიამოვნო პროცესია იმას ვაღიარებ საინტერესო პროცესია და რაცხას რომ მიადებ და ფორმას იცლის ეგრევე სასიამოვნო პროცესია. კაროჩე მოკლედ ამფერ წვალების მერე და ზუსტი გაზომვების და მთელი ამბების მერე გამომივიდა ამფერი პატარა სახურავი. სახელური უბრალოდ აი სახურავი მომინდა მეც. ეს მოვკარი. მე მაგას პაწაი მოვქლიბავთ იმით რა ქვია შკურკით და ეგ არის რა. ამფერი შეხედეთ რა საყვარელი გამოვიდა, ჯო. ეს გავხრიტეთ, შტიფტი და ვადეთ და გამოვიდა სახელური საკაიფო. ქვედაი თავისთვის უფრო დიდი ნაჭერი ხეი დამჭირდა და მაგით ცოტა გამიფრუნდა, მაგრამ გამოვიდა რაცა და უყურეთ რა ფერი რაცა გამომივიდა, ყველა წუთში ზომვა მიწევდა რომ არ გამქცეოდა ზომები რა. ეს მოვჭარით ასე და გამოვიდა ამფერი, ოღონდ ცოტა მაღალი რომ ცოტა დიდხანს გაძლევს ვიფიქრე რა, ანუ ცოტა დიდხანს იმუშავებს და სანამ გაფუშტება აი ხე, მაგრამ ამ ხეს ახლა ხომ რაცხა და წულსვათ ამფერი პირდაპირ ხეს არ დატიებ და ესე დაიმხარე ივარგა სხვათა შორის და ამას პაწაის მოვხეხავ გავანახლებთ თუ და სიუდა და გამევდა ამფერი საკაიფო ზედა სახურავი რომ მაგას მე ვერ გამოვქლიბავდი რა ძალიან რთულია მაი ამას იმას რა ქვია ძეს მეთქი ზეს წულს მე ვასე
ეს უსმევასე და გამოუდა ყველაფერი ერთ ფერში არ გამომივიდა. ოპა, მაი მიტყდა. ერთ ფერში არ გამოუდა რაცხა და მაგას უშველო. კაი, რაცხას მე ვიფიქრებ. ცეცხლს გულკიდებ თუ გაშაუდება ნეტა, არ გაშაუდა იმ ფერი აფერი, მაგრამ ბევრი ვიმწვალე ამ ცეცხლითაც, მაგრამ არ გამომივიდა აფერი. ოდნავ ფერი შეიცვალა, ოდნავ მოშავდა, მაგრამ მაინც იმ ძველს ვერ დაემსგავსება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ წელიწადში იგივენაირ ფერს მიიღებს, როგორც ის ძველი ნაწილი რომ არის რა. ხეს ჩვევია ესე გაშავება რა. დევწყოთ ახლა აწყობა და ამასობაში ყველაფერი გავამზადეთ, ეს ყველაფერი ჟანგი მოვაშორეთ. დევწყეთ, აბა შტივტი ჩავდეთ, სახელური მივაბით. აჰა, ეს თავი და გავტყლიპოთ. გავტყლიპოთ თავი კაკუნით, გავტყლიპეთ, მოკლედ რომ გითხრათ და ეგ არის. სახელური მზად არის. დალშე შემდეგი ნაწილი. ევიღეთ ებოქსიტის წეპო, გურიეთ ერთმანეთში და მივაწებეთ ის სახურავში რკინა რო იყო, გახსოვთ, ემალირებული. მაი სახურავში ჩავაწებოთ უნდა რომ იგივე არ დაემართოს და ხე არ შეჭამოს. ჩავაწებეთ და ახალივით გამოვიდა. ახლა ძირს მივაბამთ. შემდეგ ახალ ლურსმნებს ევღებთ, და ჩავაჭედებ. всё, ესეც მზად არის, კაროჩე. ახლა მექანიზმი დავაწყოთ, აბა. ჩავდეთ რაფერს დავშალეთ იმ თანმიმდევრობით და ყველა შურუპები თავის ადგილებში ჩავაჯინეთ. ეს შურუპები ძველები აღდგენილებია სხვათა შორის. ლურსმნები ვერ ავაღდგინეთ, მაგრამ შურუპები დარჩა ძველი. 150 წლის შურუპები, ჯო, რას ამბობ? ეს შურუპები სახურავში შევუშვით და სახელურიც დავამაგრეთ მის ადგილას. რაფერი ხმა აქ ნახეთ? ინებში ტრიალებს ყველაფერი. დავავით სახურავი და გამოუდა ამფერი ყავის აფქვავი ახალივი, ჯო. ახლა მაი რომ არ გავტესტოთ ხომ ასეც არის ამს და ნახეთ რაფერი სხვაობა, ნახეთ. ეს 150 წლის არის, ეს არის ვაიპერა ძველი და შეხედე რაფერი საკაიფო გამევიდა ყველაფერი, ძირით, სახელურით. გავტესტოთ, აბა ყავა თუ არ დააფქვია, მაგფერი ყავის აფქვავი აპარატი რა თქვინდა, ჯო და შევყარეთ, აბა ყავები და წევდა ტრიალი, წევდა, ხმა ისმის, ესე იგი საქმე მიდის. ოპა, შევხედოთ, აბა ქვიდან რა ხდება. მომეწონა, შედეგი დეიდვანე მგონი, უკვე ხმაზე ვცნო. აბა, ნახე რა პატარა თაფქვევს, ახალი საფქვავი მანქნები ასე ვერ მუშაობს, როგორც აიჯო. ჩვენიურად მუშაობს, ნახეთ. მოკლედ რომ გითხრათ, მეტი ვიდეოის ანახავად გამოგვიწერეთ არხი და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ სტრიმერს ხელი შეუწყოთ, კისა ჯის ლინკი დევს გვერდის აღწერაში.